გამარჯობა, მოგესალმებით ეკომეგობრული პოდკასტიდან, რომელსაც წარმოგიდგენთ სპეციფიური ნარჩენების მართვის ასოციაცია Waste-less-ი. მე მის წამყვანი ნინო ბარჯაძე ვარ. დღევანდელი ჩვენი თემა იქნება ბიომეურნეობა, ზოგადად ფერმერობა საქართველოში, როგორ ვითარდება ეს სფერო და ჩვენი სტუმრები არიან ილია კუნჭულია, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის სერტიფიცირების სპეციალისტი და ირაკლი გიგაშვილი, ფერმაოდაშის დამფუძნებელი. ძალიან დიდი მადლობა, თანადამფუძნებელი. დიდი მადლობა, რომ მოხვედით და ძალიან მნიშვნელოვან თემაზე უნდა ვისაუბროთ და ილია, მოდი შენგან დავიწყოთ, ესე იგი როგორც წეგან ვახსენეთ, 2012 წლიდან ფუნქციონირებს, ხო, ეს ასოციაცია, რომელიც მაგალითად არ ვიცოდი. დაახლოებით რას საქმიანობთ, ესე ცოტა ჯერ ზედაპირულად დავიწყოთ და მერე ნელ-ნელა ჩავიდეთ სიღრმეებში, ასე ვთქვათ. გამარჯობა, მოგესალმებით, მადლობა პოდკასტში მოწვევისთვის, ეკომეგობრულ პოდკასტში მოწვევისთვის. მე ვარ ილია კუნჭულია, წარმოვადგენ საქართველოს ფერმერთა ასოციაციას. ეს არის წევრობაზე დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია. ყავს დაახლოებით 5000-მდე წევრი ფერმერი. ბოლო წლებში სტაბილურად ეს ციფრი არის, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი ანებებს თავს დღეს სოფლის მეურნეობას, სახლები გვერდდებიან და შესაბამისად ჩვენი ორგანიზაციის მთავარი აზრი არის, რომ ფერმერებს დავეხმაროთ ინფორმაციით, ცოდნით, კავშირებით და ყველაფრით, რაც საჭირო არის. ასევე სხვადასხვა დაინტერესებული მხარე დავაკავშიროთ ფერმერებთან და ეს კონტაქტები და პარტნიორობა შედგეს. კი ბატონო. ეს არის ჩვენი ძირითადი საქმიანობა, გარდა ამისა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, ვახორციელებთ განვითარების პროექტებს, ხელს უწყობთ სოფელში მცხოვრებ მოსახლეობას, ქალმეწარმეებს, ფერმერებს. გრანტები რო არის ხოლმე, ხო? ხშირად. თუნდაც გრანტები ქალმეწარმეებზე უფრო ხშირად გამიგია რატომ? დიახ, არის გრანტებიც არის, შესაძლებლობების განვითარებაც არის, ტრენინგები არის, კავშირების დამყარება არის, სასწავლო ტურები არის, ბევრ რამეს ვაკეთებთ. ასევე ჩვენ ხშირად ვქირავენ უცხოური და ადგილობრივი კვლევითი ორგანიზაციები და ვატარებთ სხვადასხვა კვლევებს ფერმერების გამოკითხვას. ასევე გვაქვს სერტიფიცირების სქემა, რომელიც ეფუძნება კარგ სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკებს და მეც ვარ სერტიფიცირების სპეციალისტი, ვეხმარები ფერმერებს, რომ შესაბამისობაში მოვიდნენ საკანონმდებლო და სტანდარტის მოთხოვნით. ამ სტანდარტებზე აუცილებლად უნდა გადავიდეთ მერე. თქვენი ამბავი როგორ არის, როგორ დაიწყო ფერმაოდაში ზოგადად? ჩვენ 4 წლის წინ გადავედით სოფელში საცხოვრებლად, უბრალოდ მოვუწყდით ამ ქართულ დაახლოებით პანდემიის პერიოდში. კორპორატიულ რეალობას, პანდემიის პერიოდში, უბრალოდ პანდემიის პერიოდში გადავედით თვენახევრით და რომ მოგვეწონა სოფლის ცხოვრება და ის თავისუფლება, რომელიც ჰქონდა, გადავწყვეტეთ, რომ წავსულიყავით და შევიძინეთ მთელი აღჭურვილობა, რაც გვჭირდებოდა და გადავედით. თუმცა თავიდან ჩვენი მიმართულება იყო სიმინდის წარმოება, უფრო მასშტაბურად სიმინდის წარმოება გვინდოდა და მცირე ბოსტანი მქონდა ჩვენთვის. და როდესაც ბოსტნის ზედმეტობა გაგვიჩნდა და უკვე მის რეალიზაციაზე დავიწყეთ ფიქრი, მანდ გავიჭედეთ მაგრად და ამიტომაც მე ნელ-ნელა უკვე მოვიფიქრეთ ის სქემა, რითიც დღეს მუშაობთ და ეგეც შეგვიძლია უფრო განვავრცოთ, იმიტომ რომ ჩვენი мотиваციაც არის, რომ საქართველოში ბევრი ჩვენნაირი ფერმა იყოს. რაც მეტი იქნება, მით უკეთესი, აქ კონკურენციაზე საერთოდ არ არის საუბარი, ბაზარი იმდენად დაუკმაყოფილებელია, რომ გვჭირდება ჩვენნაირი ფერმერები, ამიტომაც სიმინდზე ხა მე მგონი აღარ ხართ ესე ორიენტირებული, ხო? სიმინდზე საერთოდ არ ვართ ორიენტირებული, ერთ-ერთი საჭმელად სიმინდი მოყავს ჩვენი მომხმარებლისთვის, ანუ მასშტაბი როდესაც არ გაქვს, ეგეთი ტიპის პროდუქტების წარმოებას აზრი ეკარგება. იმიტომ რომ თვითღირებულება ძალიან გარბის ზემოთ, როდესაც მცირე მასშტაბზე ხარ და ალბათ 30 ჰექტრიდან ზემოთ რო ხარ, მაგ შემთხვევაში შეიძლება ფიქრი სიმინდზე, ხორბალზე, ქერზე და ასე შემდეგ. მე რა ფართობზე ხართ ამჟამად ჯამში 15 ჰექტარი გვაქვს, საიდანაც 4-ზე არის ბოსტანი და დანარჩენი 11 არის ღორებისთვის, ძროხებისთვის, თხებისთვის, ქათმებისთვის, საძოვარ საბალახო. ეს თქვენი ცხოველები გყავთ? ყველა ჯერ არ გყავს ჩაყვანილი, თუმცა კი ყველა გყავს ჩვენ. კარგია, ეგ არ ვიცოდი. ნელ-ნელა ვითარდებით. ან შემდეგი ნაბიჯი ალბათ ეს ცხოველური პროდუქტები იქნება? მაშინ ეგრევე მოყვები ჩვენ კონცეფციას, როგორ მუშაობთ. ანუ როდესაც ბაზარზე დავაპირეთ გასვლა ბოსტნეულით,
მით უმეტეს ჩვენ ორგანულად ვწდიდით ბაზარზე რომ მივიტანეთ პროდუქტი, იმდენად დაბალი ფასი გვითხრეს, რომ უბრალოდ აზრი არ ქონდა, თვითღირებულება ბევრად მაღალი ქონდა, ვიდრე გასაყიდი ფასი. ამიტომაც ავიღეთ და გამოვიყენეთ დასავლური და აღმოსავლური მათ შორის იაპონიაშიც იყენებენ მოდელს, რომელსაც ქვია საზოგადოების მხარდაჭერილი აგრომეურნეობა, სადაც ჩვენ გვყავს, წელს გვყავს 150 კლიენტი. პირველ წელს დავიწყეთ 50-ით, შაშან ყავდა 100, წელს გვყავს 150 მომხმარებელი, რომელსაც მუდმივად კვირაში ერთხელ ვაწვდით ორგანულ სუფთა ჯანსაღ ბოსტნეულს. დღეს მხოლოდ ბოსტნეულზე ვართ, ნელ-ნელა ვითარდებით და ალბათ გადავინაცვლებთ კვერცხზე, ქათმებზე, ხორცზე, ცილაზე და ასე შემდეგ. ანუ ჩვენი ბიზნეს მოდელი არის, რომ მაგალითად 150 ან 200 ოჯახს შევთავაზოთ სრული დიეტა, იმის ნაცვლად რომ გავიდეთ ბაზარზე და ვეჭიდაოთ 100 ჰექტარზე რომ მოყავს იმ ფერმერებს. უბრალოდ აზრი არა აქვს. ხო, და თან მან დიდი სხვაობა ის არის, რომ ორგანულად მოყავთ და ეხა ეგ მინდა კიდე კარგად გავშალოთ ტერმინები ალბათ ბიომეურნეობა, ორგანული წარმოება, ყველას გაგვიგია, მაგრამ რას გულისხმობს კონკრეტულად, რა სხვაობა მაგათ შორის, აი ესენი რომ მოგვიყვეთ ილია. კი ბატონო, მოდი ჩვენ ვისაუბროთ საკანონმდებლო ენაზე, რადგან ეგ არის პროფესიონალური ენა, რაც შეგვიძლია ახლა გამოვიყენოთ. იდეაში ბიოორგანული და ეკო ერთი და იგივე რამეს აღნიშნავს ევროკავშირშიც და საქართველოშიც. ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოიყენება ორგანული და ბიო არ არის ეგრე ოფიციალური, მაგრამ ჩვენ საქართველოში და ევროკავშირში ბიოორგანული ეკო რეგულირდება ტექნიკური რეგლამენტით ბიოწარმოების შესახებ და იქ გაწერილი არის მოთხოვნები თუ რას უნდა აკმაყოფილებდეს სასურსათო პროდუქტი, რა მოთხოვნებით და რა წესებით უნდა იქნეს მოყვანილი, რა საშუალებები უნდა იყოს გამოყენებული მოყვანის პროცესში, რომ უფლება მიეცეს მწარმოებელს, რომ გამოიყენოს ეს ტერმინი. ასევე აქ ერთვება უკვე ხარისხის ინფრასტრუქტურა, ეგრეთ წოდებული, რაც ნიშნავს ლაბორატორიულ ანალიზებს და სერტიფიცირებას. სერტიფიცირება ნიშნავს შესაბამისობის შეფასებას, ანუ მოდის გარეშე მასერტიფიცირებელი კომპანია და ამოწმებს, რამდენად ფერმერმა მოიყვანა იმ სტანდარტის მოთხოვნების მიხედვით. სტანდარტებში დაახლოებით თუ ხა შეიძლება ზოგი ისეთი სტანდარტი იყოს, რასაც ჩვენ ვერ გავიგებთ და ვერც დავიმახსოვრებთ, ასე ვთქვათ, უბრალო მომხმარებლები, მაგრამ დაახლოებით რას გულისხმობს ეს სტანდარტები? სტანდარტები გულისხმობს, რომ დაწყებული ნიადაგიდან, სათესი მასალიდან, სასუქიდან და მცენარეთა დაცვის საშუალებები, ეს ყველაფერი იყოს გამოყენებული ორგანული წარმოშობის, ასე ვთქვათ, ანუ აკრძალული არის სინთეზური სასუქი და ქიმიური მცენარეთა დაცვის საშუალებები, იგივე პესტიციდების გამოყენება. სათესი მასალაც ორგანულ მეურნეობაში და თესლოვანზე უნდა იყოს მოყვანილი ორგანული წესებით და შესაბამისობა უნდა იყოს დადასტურებული ამით, ანუ რაღაც სერტიფიკატი უნდა მოყვებოდეს ან ლაბორატორიული ანალიზი. ეს არის ერთი წინადადებით, როგორც შეგვიძლია აღწეროთ ეს პროცესი, მაგრამ თვითონ ფილოსოფიურად ორგანული წარმოება და ღირებულებების დონეზე ამ ყველაფერს ამ რაღაც მარტივ წესებსაც ცდება და ბევრად მეტრამეს მოიცავს თავის თავში, მაგალითად ადგილობრივი ფერმერების მხარდაჭერა და ადგილობრივის შეძენა ერთ-ერთი ესე ვთქვათ განზომილება არის ამ ორგანული წარმოების. აგრობიომრავალფეროვნება არის ერთ-ერთი განზომილება, რომ სიტყვაზე აი მაგალითად სიმინდი რომ მოყავს, შეიძლება ორგანულად მოყავს, მაგრამ ყოველ წელს მარტო სიმინდი არ უნდა მოვიყვანოთ და დივერსიფიცირება უნდა მოვახდინოთ, თესბრუნვა უნდა მოვახდინოთ და ნიადაგის გამოფიტვა, მავნებელ დაავადებების კონცენტრაცია, მონაცვლეობა უნდა მოხდეს იმ კულტურების, რაც მოყავს. ცხოველების, ფრინველების ჩაცვა. ეს ბოდის ჩაგერთვები, ეგ კანონმდებლობაში არ არის გაწერილი, ხო? არა, კანონმდებლობა არ ზღუდავს მონოკულტურების წარმოებას, მაგრამ არის ბიოსერტიფიცირება უფრო ასე ვთქვათ მკაცრი მოთხოვნები, კერძო სერტიფიცირების სქემები არსებობს
რომელიც აგროეკოლოგიურ პრინციპებს ეფუძნება და ის იქ უკვე არის დემეტერი არის მაგალითად ნატურლენდი არის გერმანული სტანდარტი ბიოლენსა აქვს და ასე შემდეგ ბევრი იაპონიის ფართო გაგებას ამ ორგანულ დიახ, სხვადასხვა კერძო ჯგუფები, ფერმერთა გაერთიანებები, სავაჭრო ქსელების გაერთიანებები ამბობენ რომ კი ორგანული კარგია, მაგრამ მოდი კიდევ ერთი ნაბიჯით ზემოთ წავიდეთ და უფრო მეტი ღირებულება შევთავაზოთ ჩვენ მომხმარებელს. აი მათ შორის ცხოველების და ფრინველების ჩართვა ამ წარმოების პროცესში აუცილებელი არის ბევრი მიმართულებით და ერთ-ერთი მთავარი არის რომ იდეაში ორგანულ აგროეკოლოგიურ მეურნეობას გარედან თითქმის არაფერი არ უნდა ჭირდებოდეს, ყველაფერი შიგნით უნდა ტრიალებდეს, ნარჩენების გადამუშავება ხდებოდეს, რომელიც სასუქად გამოიყენება და მსგავსი პრინციპები უნდა იყოს დანერგილი. ამას გულისხმობს ბიოწარმოება. ძალიან ესეთია, ძალიან საინტერესოა და ძალიან კარგია ის, რომ რაღაცა ეტაპზე მაინც გაიწერა უკვე ეს ყველაფერი რაღაც კანონმდებლობაში თუ ასე შემდეგ, იმიტომ რომ ხშირად არის ნდობის პრობლემა რა ამ წარმოების მიმართ მე სულ მაგას ვამბობ, რომ ფაქტიურად რაღაცა ხორცის პროდუქტებს ვერ ვყიდულობ მე პირადად, იმიტომ რომ ძალიან პრობლემურია, არ იცი, ვერ ენდობია ესე ბრმად ვერავის. თქვენ რა მასე ხართ როგორ თქვა, რა ფართობით მოიცავთ აი ამ ორგანულობას რა, ანუ მხოლოდ აი სტანდარტები რაც არის თუ კიდევ უფრო ცდებით და ჩვენ აშკარად ვცდებით სტანდარტს, შეიძლება საკანონმდებლო ჩარჩოს არ მიყვებით, იმიტომ რომ ჩვენ გვყავს კერძო მომხმარებელი, რომელსაც ფურცელი ჯამში დიდად არ აღელვებს და უფრო ურთიერთობა და ნდობაზე არის დაფუძნებული ჩვენი ბიზნეს მოდელი. თუმცა მთელი ნაკვეთი გვაქვს დაყოფილი 4 ნაწილად, რომელზეც მიმდინარეობს თესლბრუნვა, ანუ კონკრეტულად ვიცით, რომლის მერე რა უნდა დავთესოთ, როგორ უნდა დავთესოთ, ვაკეთებთ თესვების თანათესვას, ანუ მაგალითად პომიდორის ქვეშ გვაქვს ბაზილიკები, რეჰანები, მწვანე ხახვები და ასე შემდეგ. ვცდილობთ ავაშენოთ ჩიტის სახლები, რომ იმ ჩიტმა ის ხოჭო და მადლი შეჭამოს, რომელიც მან შედის. თუ არ დაგჭირდა შხამის მოსხმა მცენარეებს. კი, მაქსიმალურად ვერიდებით ნებისმიერი ტიპის გარედან ჩარევას. ვაყენებთ ჭინჭრის ნაყენებს, წუნწუხს ვაყენებთ, ქათმით ვაკეთებთ კომპოსტს. ეხლა ახალი სისტემა რაც გვაქვს შემოშავებული, დაახლოებით კვირაში 6 კუბამდე კომპოსტი გვექნება, რომელსაც უკვე შევიტანთ ნაკვეთზე. ეს ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ისე მოვარგოთ ჩვენი წარმოება, რომ რაც იყო ნათქვამი, გარედან შიგნით, რაც შეიძლება ნაკლები შევიტანოთ. თუმცა ცხოველებთან დაკავშირებით ჯერჯერობით ცხოველთა საკვების წარმოებას მაგ რაოდენობით ვერ ვახდენთ და შესაბამისად ჯერჯერობით მაგას ვყიდულობთ. ალბათ გავაგზავნებთ კიდეც ხიდვას, იმიტომ რომ ისევ ეფექტურობამდე მივდივართ იმისთვის, რომ სიმინდი აწარმოო, გჭირდება ფართი. და უმეტესობა მაგრამ ეს საკვებიც ალბათ რაღაცნაირად არის, ხო? ვცდილობთ, რომ ბუნებრივი საკვები მისცეთ თუ გიწევთ მაინც რაღაცა რა ქვია, რაღაც საჭმელი როა. პრემიქსი. ხო, ანუ პრემიქსი ჯამში, მოდი ესე ვთქვათ, არის. მოდი ჯერ პრემიქსი რა არის, გითხარი დაახლოებით თუ იცი რა, ანუ ქიმიურია და არ ვარგა თუ როგორ არის ეს გავითვალისწინოთ ხოლმე. პრემიქსი თავის სიტყვიდან გამომდინარე არის pre-mixed. ანუ ეს არის მაგალითად ფერმერს, როდესაც უნდა რომ ქათამს აჭამოს საკვები, ანუ ქათამს როგორც ადამიანს ჭირდება დიეტა, რომელიც შედგება მრავალი ნაწილისგან და ჩვენ რო პირობითად ქათამს ვაჭამოთ მხოლოდ სიმინდი ან მხოლოდ ქერი ან მხოლოდ ხორბალი, ისეთ შედეგს ვერ მოგცემს. ამიტომაც გვჭირდება ან ჩვენ ფერმერებმა უნდა გავაკეთოთ ეგ რო ვიყიდოთ სიმინდი, ქერი, ხორბალი, სოიო, ზესუმზირა, ეს ყველაფერი შევურიოთ, დავაგრანულიროთ და მერე მივცეთ. ან მეორე ვარიანტი გაქვს, მიდიხარ და ყიდულობ. მანდაც არის მეორე პრემიქსი, რომელსაც არის ვიტამინი და რომელშიც არ არის ვიტამინი. დამატებითი ბუსტერი, როგორც ეგრეთ და თავიდან ცხოველს ჭირდება. აუცილებლად ჭირდება პირველი 2 კვირა, 3 კვირა და მერე უკვე გადაყავს სრულიად ბუნებრივი. ანუ პრემიქსს რო ჭამს ცხოველი, ხო ძალიან ბოდიში მეცხოველებაში გადავედი, მაგრამ ეს ძალიან ბევრს აინტერესებს რა. ანუ პრემიქსს თუ ჭამს ცხოველი არ ნიშნავს მაინც და მაინც რომ რაღაცა ქიმიურად გამოყვებილი ის არის, ხო? ცხოველი. ძალიან thin line, რასაც ეძახიან, აი ეგეთი ხაზი არის, რთულია ნამდვილად აი კონკრეტულად თქვა, თუმცა ანუ რავი რომის პაპზე კათოლიკე არ უნდა იყო ადამიანი და ან თუ ჭირდება ჩვენს ვიტამინი ხო გჭირდება ხოლმე რაღაც C გვაკლია ან D გვაკლია და ვიღებთ მაგას ზუსტად მასე არის ცხოველი, ცოცხალი ორგანიზმი არის, რომელსაც
შეიძლება დახმარება დაჭირდეს. აჰა, გასაგებია ხო? თუმცა ყოფილა მეორე მომენტი, რაც უფრო რთული არის, ეს არის ანტიბიოტიკები. მებოსტნეობაში ეს არის ფუნგიციდები, ეს არის ჰერბიციდები, რომელიც ძალიან დამაზიანებელია ჩვენთვის. ამიტომაც რაც უნდა ითამაშო, სწორი თამაში უნდა ითამაშოს, სწორად უნდა გაყვე ყველაფერს და საბოლოო ჯამში ჯანსაღი ცხოველის ყავს და ჯანსაღი ბოსტნეულიც. კი. და მე როგორც წარმომიდგენია, მე ძალიან პატარა ბოსტანი მაქვს ხოლმე ზაფხულში რა, ყოველ ზაფხულს მე თვითონ ვაკეთებ და ცხოვრებაში არ დამჭიროებია, სიმართლე რო გითხრა, ის ბალახის ნაყენიც კი არ დამიყენები არასდროს, მაგრამ რაღაცა ის სამყოფი პომიდორი ყოველთვის გვაქვს რა, იმიტომ რომ საერთოდ არაფერს არც კი ბარავი გაურობას და თავისით ხდება რაღაცა, რამე თუ შეაცოცდება, მწერი, მეორე მწერი მოდის ჭამს და ასე შემდეგ თვითონ გვარდებიან ასე ვთქვათ და გონია რომ ბევრად უფრო მარტივია თვითონ ფერმერისთვის ესეთი წარმოება. რამდენად იციან ხა წეგან ახსენე რომ ეს რაღაც საგანმანათლებლო პროექტებიც გაქვთ ხოლმე. რამდენად იციან ჩვენმა ფერმერებმა და არა მარტო ფერმერებმა, ჩვეულებრივმა სოფელში ცხოვრობმა ადამიანებმა, რომელსაც უნდათ რომ რაღაც თავისი ბოსტანი კონდეთ. აი ამ ხერხების და ამ მეთოდების შესახებ რამდენად არიან ინფორმირებულები? პირველ რიგში თქვენი შემთხვევა არის, როდესაც სახლისთვის გაქვთ და თქვენი ცხოვრება და მომავალი არ არის დამოკიდებული ამაზე განსხვავებით ირაკლისგან და სალომისგან, რომელმაც ფაქტიურად მიატოვეს აქ ყველაფერი, გადავიდნენ და ძირითადი საქმიანობა მათი გახდა ფერმერობა. ეგენი ეგრე ვერ იზამენ, რომ აი მოდი რასაც მოისხამს და რასაც არა აუშავს. აი ან არ მოვა, იქნებ ვერ იქნებია. მივედით ფერმერის განმარტებამდე. ფერმერი არის ადამიანი, რომლის ძირითადი საქმიანობა არის სოფლის მეურნეობა და ამით არჩენს ოჯახს, ეს არის შემოსავლის წყარო და დროს ამაზე ხარჯავს და ცხოვრების წესი არის პრინციპში. ცხოვრების წესი არის, იმიტომ ამბობ, რომ სოფლის მეურნეობამ არ იცის არც ახალი წელი, არც საბადების დღე, ზაფხული, ზამთარი, არც სამაგიეროდ იცის გვალვა, სეტყვა და ასე შემდეგ. ყოველ დღე კონეტკინა. ყოველ დღე დამოკიდებული ხარ ბუნებაზე, ყოველ დღე გაქვს საქმე, მით უმეტეს ცხოველები რო ყავს, საერთოდ ძალიან რადიკალური არის და დღეში ორჯერ ფაქტიურად იქ უნდა იყოს და აუცილებელი არის მიხედო. ეგ ერთი განზომილება. მეორე, დღეს ინფორმაცია არის ძალიან მარტივად ხელმისაწვდომი. აი რასაც აკეთებს ფერმა ოდაში, არის რომ ძალიან გამჭვირვალედ აწარმოებს, აი ეხლა ვხნავთ, ეხლა ვთესავთ, ამას ვთესავთ, ამას ვიყენებთ, ამდენ ფართობზე ეს გვაქვს. აკეთებენ საჯაროდ, ანუ ხალხ შეუძლია შევიდეს, კომენტარები დაუწეროს, კითხოს და თუ ეცლებათ ფლობელებს კომპანიის დარწმუნებული ვარ, საღამოს, ან როდესაც დროს ნახავენ, უპასუხებენ. გარდა ამისა არის უამრავი Facebook ჯგუფი ამ თემებთან დაკავშირებით, ხელოვნური ინტელექტი ძალიან დიდ ინფორმაციას იძლევა და სრულყოფილს ოღონდ ქართული რეალობისთვის ინტერპრეტაცია არის საჭირო. და აი ჯგუფებზეც უნდა ვთქვა, რომ მიქაც რომ სვამ კითხვას ვინ პასუხობს და რას პასუხობს, ეგეც მაგარი გასაფილტრი არის, იმიტომ რომ აი წარმოუდგენელი, როგორ ვთქვა, არარაციონალური პასუხები. არატე ძირითადად კომენტარები. არატეც მიასხიც კიდე რაღაც შეიძლება რაღაცასთან ახლო არის, აი სრულიად აბსურდული თუ რომ რაღაც აი არ ვიცი რა არარაციონალური, მოდი ეგრე დავარქვათ, რაღაც პასუხები შეიძლება მიიღო და მანდაც ვინ პასუხობს და როგორ და რანაირად ეგეც გასარჩევი არის და 30 პასუხიდან რომელს აირჩევ, ეგეც გასარჩევი არის. თუ მოინდომა ადამიანმა, აი იყიდა ხარისხიანი თესლი ან ჩითილი, რომელსაც აქვს გარკვეულწილად დაცვა სელექციის მეთოდით გარკვეული მავნებლების დაავადებების მიმართ, სწორ გარემოში დარგო, სწორ პირობებში დარგო, მოუარა დროულად მორწყვა, მცენარის იმუნიტეტი გაუძლიერა მაქსიმალურად, მცენარე თავის თავსაც დაიცავს შეძლების დაგვარად რა, თუ რამე განსაკუთრებული შემოსევა ან შემთხვევა არ იყო. შესაბამისად, დღეს უკვე აგრომაღაზიების ბევრია, აგროსაშუალებების ბევრია, ინტერნეტითაც შეიძლება გამოწერა, ინფორმაციის მოძიების მრავალი წყარო არსებობს, მაგალითად ფერმერთა ასოციაციაში ხშირად მოგმართავენ სხვადასხვა შეკითხვით და მაქსიმალურად ვეხმარებით შესაძლებლობიდან გამომდინარე. ამიტომ აი ეგ პრაქტიკა თქვენ რასაც ამბობთ
პირიქით არის რაღაც ხრივ სოფლებში, ბოსტანიც კი არა აქვს ხალხს რა, აი სოფელში ცხოვრობს, უამრავი მიწა აქვს, რომელიც არის ბალახის, იმათ რა ქვია, გადაქცეული, ბალახის თუმოტება და მიდის და ხო, ყიდულობს სოფელში მცხოვრები ადამიანი მწვავეულს. იმიტომ რომ ყველას არა აქვს ამის ინტერესი რა. აი ეგ ძალიან მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობაში, რომ გაინტერესებდეს და გინდოდეს. ინტერესი ერთია და მეორე კიდე აი მე რასაც ვაკვირდები, ძალიან უჭირთ ადამიანებს ახალი მეთოდის ათვისება იმ ხრივ, რომ ანუ მიღებაც კი არ უნდათ, ანუ რო ეუბნები, რომ ახლა გასაგები რომ დიდ ფართობზე აუცილებელია მოხსნა, მაგრამ აი თუნდაც იგივე ახლა ჩემ მეზობელს იქ რო ვეტყვი, რომ აი მე ნახე არ საერთოდ თოხი არ დამიჭერია ხელში, მაგრამ იგივე სისხავს, რასაც შენ მოთოხნილ ნაკვეთზე შეიძლება ძალიან ისეთი რეაქცია მივიღო, რომ აი ახლა შენ რა იცი და ესე ჩემი მამა პაპა ასე თოხნიდა და ასე შემდეგ და აი ეს ამას თქვენც თუ აწყდებით ხოლმე, რომ უჭირთ ახალი მეთოდის ათვისება და მიმღებლობა აქვთ რაღაცა ცოტა ისეთი. რა თქმა უნდა, აი ძალიან კონსერვატიული ხალხია, ასე ვთქვათ, სოფელში მცხოვრები ხალხი და ეგ რაღაც სენტიმენტები ბაბუა ჩემი ესე აკეთებ და მამა ჩემი ესე აკეთებ და არის კი ვაწყდებით ხშირად, მაგრამ აი ეგ არის ის კატეგორია ხალხი, რომელიც სამწუხაროდ ვერ არწმუნებს ახალგაზრდებს თავის ოჯახის წევრებს, შემდგომ რომ ამ საქმით დაინტერესდეს და ფაქტიურად ბოლო თაობები არის, ვისაც მიმღებლობა არ აქვს, სიახლისადმი ცვლილება არ შეუძლია, ის ვეღარ გააგრძელებს ამ თემას და თავის ჭიას გაიხარებს ასე ვთქვათ, მაგრამ როგორც ბიზნესი ვერ განვითარდება, იმიტომ რომ იცვლება კლიმატი, იცვლება კანონმდებლობა, იცვლება ბაზრის მოთხოვნები და მიწოდება და აი ირაკლი თქვა რომ ჩავიტანე ადგილობრივ ბაზარზე და იქ ძალიან ცოტა შემოთავაზეს, მაგრამ სოციალური მედიის გამოყენებით, ინტერნეტის გამოყენებით მიაგნო ბევრად მეტი მსყიდველობითი უნარის მქონე კლიენტებს, ვინც მზად არის რომ აი ამ ორგანულში გადაიხადოს მეტი. ვინც ამ ყველაფერს ვერ აყვება და ფეხს ვერ აუბავს დღევანდელ მდგომარეობას, მოდიან ქალაქში. ხო, ანუ ცხოეთში და უბრალოდ ანებებენ თავს და წარმატებული ეგ ფერმერი ვერც იქნება რა, ესე შეგვიძლია რომ ჩამოვაყალიბოთ. მე წავაწყდი ძალიან ბევრ პრობლემას სოფელში რომ გადავედი, თუნდაც იმაზე რომ აი ჩვენთან გურიაში კომპოსტო არ მოდის. მოვიყვანეთ კომპოსტო ყვავილოვანიც, ჩინურიც, წითელიც, თეთრიც, ბრუსელის კომპოსტო, ანუ რაც აქჩოი ყველანაირი კომპოსტო მოვიყვანეთ, რაც კი არსებობს და სალომე ერთ-ერთ მომენტში დარბოდა სოფელში, ეს კომპოსტო აწია თავის თავზემოთ და ხალხო მოდისო. რატო ვერ მოყავდათ ეგეც ხო? არავის არ უცდია. არავის არ უცდია. მიმღებლობა ზოგადად ძალიან დაბალი არის და მე სოფლის მეორე პრობლემა რაც გვაქვს არის ის, რომ პრაქტიკულად მე როგორც ფერმერს კონკურენცია მიწევს ევროპულ დამსაქმებელთან, იმიტომ რომ ჩემს თანასოფლელს არჩევანი აქვს იმუშაოს ან ჩემთან, ან წავიდეს ევროპაში და იმუშაოს. და ნუ მათ კითხვა ძალიან ნათელი არის, სადაც მიდის. ან ისევ თბილისში ჩამოვიდეს და საბოლოო ჯამში მე მივედი ამ 4 წელიწადში იმ დასკვნამდე, რომ სოფელში რომ დაიბადება ადამიანი არ ნიშნავს, რომ ფერმერი უნდა იყოს, სოფლის მეურნეობას უნდა მიყვეს, ან უნდა მოკვდეს იმ სოფელში. ჩემი აზრით, სოფლის ალბათ მოსახლეობის 90% ქალაქში უნდა წამოვიდეს და ქალაქიდან უნდა ჩამოვიდეს ხალხი, ვისაც რეალურად ადარდებს, იმიტომ რომ იმდენად მცირედ არის დანაწევრებული მიწები, ანუ საშუალო სოფლიოში საშუალო ფერმერს და ჩვენთანაც დაახლოებით ეგეთი სტატისტიკა არის 1.2 ჰექტარი აქვს საკუთრებაში. ჩვენთან გურიაში კიდევ უფრო ნაკლები აქვს. კი, კი. ანუ 1000 კვადრატი, 2000, 5000 კვადრატი და ამ რაოდენობაზე მით უმეტეს მამა-პაპისეული მეთოდით სიმინდის მოყვანით თონს ვერ გადიან, ვერავინ ვერ გადის. და რაც არ უნდა ვცდილობდი იმას, რომ თვითონ თუ სულ სიმინდს თესავენ, ხო წეღარო კულტურით მონოკულტურით ანუ მონოკულტურას არა, უფრო ურევენ ამ სიმინდს ლობიოს და გოგრას ურევენ ერთმანეთში და სამივეს უშევენ, რაც ჯამში ნიადაგს ასე თუ ისე აცოცხლებს უფრო დიდ ხანს, მაგიტომაც არის რომ ჯერ კიდე მოყავთ სიმინდი ნიადაგზე. მხოლოდ სიმინდი რო ქონოდათ უკვე უდაბნო ექნებოდათ მაგ მიწაზე. თორსა აი ვცდილობ, რომ იქნებ მოდი ბოსტანზე გადმოხვიდე, იქნებ მოდი შენ სალათი აწარმოო, შენ კომპოსტო, შენ ბროკოლი, რაღაცის დასაწყისს ვცდილობ. ეხლა ნელ-ნელა ჩვენთან ვითარდება უკვე. ხო, ეს რაღაცა კოოპერატივების სისტემაც ხო ძალიან რთული არის კოოპერირება. ორი ადამიანი ერთმანეთთან რო კოოპერირებს, უკვე დიდი მიღწევა არის და როდესაც 10 გინდა რომ დააკოოპერირო, წარმოუდგენელი არის. ეხლა მე მინდა აქედან გადავიდეთ
როგორ ასე ვთქვათ რეგულირდება კანონმდებლობით პესტიციდები და სასუქები და მე უკვე ირაკლი პრაქტიკაში გვეტყვის მაგ ყველაფერს. თუ არის რაიმე ტიპის შეზღუდვა, რა შეიძლება მოასხას ადამიანმა ბოსტნეულს და რა არა. არის მსგავსი შეზღუდვა. პირველ რიგში დავიწყოთ ინსტიტუციონალურად. არსებობს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო, რომლის ერთ-ერთი ქვეუწყება არის სურსათის ეროვნული სააგენტო. სურსათის ეროვნული სააგენტო არის პასუხისმგებელი საქართველოში პესტიციდებისა და სასუქების რეგისტრაციაზე, შიდა მიმოქცევაზე, ანუ აგრომაღაზიები როგორ ყიდიან რანაირად ჭურჭელი ორიგინალი არის თუ გადასხმული არის პატარა უფრო ჭურჭელში, იმიტომ რომ ჩვენი ფერმერებს ბევრი არ ჭირდებათ, რადგან მცირემიწიანი არიან და ეს პრაქტიკაც არსებობს, ეტიკეტი სწორად აქვს თუ არა, შენახვის პირობები სწორად არის თუ არა, ვადა დაცულია თუ არა, ესეთი საკითხები ევალება ჯერჯერობით. რეალურად კონტროლდება. რეალურად აგრომაღაზიები კონტროლდება, მაგრამ ჩვენ რომ ვნახოთ რა დარღვევები არის, იქ არის ძირითადად დარღვევა, ეტიკეტირების წესის დარღვევა, შეფუთვის დარღვევა, თვითონ რაღაც ნებართვის გარეშე გაყიდვა და ასე შემდეგ. თვითონ ის პესტიციდის ხარისხი და ნამდვილად ის არის თუ არა ფალსიფიცირებული არის თუ არა განზავებული არის, გაბევრებული, მსგავსი რამე სამწუხაროდ ფაქტიურად არ კონტროლდება. ყოველ შემთხვევაში იმ ჩანაწერებში მსგავს ჯარიმებს და გამოვლენებს თითქმის ვერ ვნახავთ. სურსათის ეროვნულ სააგენტოს თავისივე გვერდზე მცენარეთა დაცვის განყოფილებაში აქვს ინფორმაცია საქართველოში რეგისტრირებული აგროქიმიკატების შესახებ, სადაც არის ყველა სასუქი ჩამოწერილი, სიები არსებობს, მოქმედი ნივთიერება, კონცენტრაციები და იგივე არის პესტიციდებთან დაკავშირებითაც კატალოგი არსებობს, რომელიც ეს ორივე დოკუმენტი მუდმივად განახლდება და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია შევიდეს, გადმოიწეროს ეს და ნახოს, რომელი პესტიციდი, რომელი აქტიურ ნივთიერებას შეიცავს, რა კონცენტრაციით, რომელი კულტურების წინააღმდეგ შეიძლება, რომელი კულტურების დასაცავად შეიძლება იქნეს გამოყენებული, რომელი მავნებლების წინააღმდეგ, სეზონზე რამდენი ხანი შეიძლება რამდენჯერ შეიძლება გამოიყენონ ერთი და იგივე პრეპარატი, იმიტომ რომ საჭიროა იქაც ცვლილება, ერთი და იმავეს გამოყენება იწვევს მავნებელ დაავადებებში შეგუებას, რეზისტენტობას და მე აღარ მოქმედებს. ძალიან მნიშვნელოვანია ლოდინის პერიოდი. რომ შევწამლით, მე რამდენი ხანი არ უნდა შევეხოთ საერთოდ და ასევე რამდენი ხანი არ შეიძლება იმის მოკრეფა და ჭამა, იმიტომ რომ ის არ არის დაშლილი პესტიციდის ნარჩენი რაოდენობა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის კონცენტრაცია. რა კონცენტრაციით ხსნით წყალში, ვაზავებთ და შეგვაქვს მცენარეებში, იმიტომ რომ თუ ზედმეტი კონცენტრაცია ავიღეთ და ზედმეტი მივეცით, ასე ვთქვათ, მცენარეს ზედმეტი შევასხით, ზედმეტი შევწამლეთ, მე ის იმ ვადებში აღარ დაიშლება და რჩება ნარჩენი რაოდენობა, რაც უკვე ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ისე როგორც გარემოსთვის არის საზიანო და საფრთხე შემცველი. ესენი თუ კონტროლდება, როგორ ხდება მაშინ, რომ ხან ბოლოს ვიღაცემ აი ვიდეოების სახით ვიცი მე ხა თორე ესე არ ჩავძიები ვარ, რომ რაღაცა ძალიან დასაშვებზე მაღალი ნორმის შემცველობა არის ხოლმე უკვე მზა პროდუქტებში. კი ბატონო, პირველ რიგში მაგის დასადგენად ვახსენოთ, რომ არსებობს ლაბორატორიული ანალიზები პესტიციდის მაქსიმალური დასაშვები რაოდენობის ან ნარჩენი რაოდენობა რაც არის მაგის განსაზღვრისთვის. საქართველოში რო გითხრათ ამჟამად არის 500-ზე მეტი აქტიური ნივთიერება, მაგრამ აი ჩვენი ლაბორატორიები რაც საქართველოშია დაახლოებით 70-ის გაზომვა შეუძლიათ. ანუ დაახლოებით 400-ზე მეტ აქტიური ნივთიერების ნარჩენ რაოდენობას ვერ ვზომავთ. როგორც დასაწყისში შეავნიშნე, მაგიტომ ამბობ, რომ არ ვიცი რა ვიყიდო და რა. ანუ არც კი ვიცით, კი, გეტყვით რატომ რა ხდება, არის უფრო მაღალი რისკის პროდუქტები, ხორცი და რძის პროდუქტები, კვერცხი, თაფლი, ასევე საექსპორტო პროდუქტები, ასევე მაგალითად ქვილი, თხილი, ნუში, რაც უფრო მაღალი რისკის არის, არსებობს ტექნიკური რეგლამენტები და იქ გაწერილი არის, რას უნდა აკმაყოფილებდეს. ხილი და ბოსტნეული და მწვანილი შედარებით არის დაბალი რისკის პროდუქტი და არც გვაქვს ამის შემოწმების საშუალება. მეცაც გეტყვით, რომ ჩვენ რომ გქონდეს ქართველი ფერმერების შემოწმების საშუალება და დაახლოებით 80% თუ მეტი არა იმპორტით შემოგვაქვს, ხო? გამოდის, რომ ყველაფერი რაც კი ქვეყანაში შემოდის, უნდა გავაჩეროთ, ლაბორატორიული ანალიზები ჩაუტაროთ, თუ აკმაყოფილებს შემოუშვათ, თუ არ აკმაყოფილებს გავაბრუნოთ და აი ლოგისტიკურად წარმოუდგენელი არის, რომ გაკონტროლდეს, რასაც მეკითხებით. ევროპაში რა ხდება, რომ აი როგორ მოაგვარეს, ხო? იქ ეს ჩვენი უნიკალური პრობლემა ხო არ არის?
არსებობს ევროპაში პირველ რიგში ამდენი ფერმერი არ არის, ამდენი მწარმოებელი არ არის, იქ ვინც ფერმერი არის, დიდი არის, მსხვილი არის და ბევრს აწარმოებს, უფრო კომპანიების დონეზე არის იქ და არა რაღაც საოჯახოც არის, რა თქმა უნდა, მაგრამ გაყიდვების ნაწილში, კოოპერაციის ნაწილში როგორც წესი კომპანიები იქმნება და ეს უკვე მიკვლევადობაც უზრუნველყოფილია, შიდა ხარისხის სისტემაც აქვთ, რომ გააკონტროლონ ერთმანეთი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის თქვენ კითხვაზე საპასუხოდ, დღეს ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შევიდეს აგროქიმიკატების მაღაზიაში, იყიდოს რაც უნდა, რამდენიც უნდა, ოღონდ ფული გადაიხადოს, არავინ არაფერს არ კითხავს რაში უნდა, სადმე აქვს, სად უნდა გამოიყენოს და წამოიღოს და მე რაც უნდა ისკნეს. ეგრე არ არის ევროპაში, იქ არის სისტემა დაახლოებით მართვის მოწმობის მსგავსი სისტემა არის, უნდა გაიაროს სწავლება, ჩააბარო გამოცდა და გეძლევა რაღაც სამწლიანი ესე ლიცენზიასავით, ნებართვასავით და მხოლოდ ამის საფუძველზე შეგვიძლია. რაც აჩვენებს, რომ შენ იცი სწორი მოხმარება, ხო? კი, იმიტომ რომ პესტიციდებს და აგროქიმიკატებს ზოგადად აქვს უამრავი განზომილება. არის სურსათის უმნებლობა, გარემოს დაცვა, შრომის უსაფრთხოება, იქ სხვადასხვა საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობა, ლაბორატორიული ანალიზების ჩატარების ვალდებულება აქვს და საბოლოო ჯამში აი ამ ყველაფერთან ერთად არის სერტიფიცირების ნებაყოფლობითი სქემები, მაგალითად არის Global GAP ნიშნავს Good Agricultural Practices, ანუ კარგი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა არის. იგივე სასუქის შეტანაზე აუცილებელია რომ ჯერ ნიადაგის ანალიზი გავაკეთოთ და მცენარის ქსოვილის ანალიზი გავაკეთოთ, რაც გვაძლევს ზუსტ ინფორმაციას, ზუსტად რამდენი სასუქი ჭირდება, რომ არც ზედმეტი მივცეთ, არც ნაკლები. იგივე არის მავნებელების და დაავადებების კონტროლი, უნდა დასაბუთებულად ვნახოთ, იქ მონიტორინგი ვატაროთ და რომ ვნახავთ, რომ არის კონკრეტული მავნებელ დაავადება, მაგის მიხედვით ვიმოქმედოთ, ან გამოვიყენოთ აგრომეტეოროლოგიური მონაცემები, სხვადასხვა ციფრული სენსორები, რაც პროგნოზირებას აკეთებს, რომ არის გავრცელების რისკი და აი ზუსტად მაშინ უნდა გამოიყენო. ჩვენთან სამწუხარო პრაქტიკა რაც არის, აგრომაღაზიებს აქვს ინტერესი რომ გაყიდონ რაც შეიძლება მეტი და urჩევენ ფერმერებს პროფილაქტიკულ წამლობებს ეგრეთ წოდებული, ანუ უმიზეზოდ მიდის ხალხი და წამლის რაღაც კვირაში ერთხელ, ან ყოველ სამშაბათს, ან რაღაც ყოველ ორ კვირაში ერთხელ შედიან და არის მავნებელი არ არის, მაგის მიუხედავად წამლიან, რომ იდეაში თავი დაიზღვიონ, მაგრამ როგორც წესი, ხშირად ესეთი შეწამლა სრულიად არასაჭირო არის და ეს პირიქით ალბათ რაღაცა იქ იმ ბუნებრივ ეკოსისტემასაც არ ბუნებრივ ეკოსისტემასაც არღვევს, სასარგებლო მწერებს ებრძვის კლავს, იქ ნიადაგის ბაქტერიებს, სოკოებს კლავს და ზოგადად მიჩვევას იწვევს იმ მავნებელ დაავადებების ამ აქტიურ ნივთიერებებს და მე ნაკლებ ეფექტიანი ხდება. ასევე აგრომაღაზიები არის ხშირად შემთხვევა, რომ ურჩევენ იმაზე მეტი კონცენტრაციით გამოიყენონ, ვიდრე ეტიკეტზე არის მითითებული, რომ უფრო ვითომ გარანტირებული და დაცული და უსაფრთხო იყო, მაგრამ ვალდებულება არ აქვთ რა როგორც ესეც არის დაიცვან. მაგაზეც გეტყვით, ესეც არის ისევ და ისევ გაყიდვის ინტერესი, რომ რაც შეიძლება მეტი გაყიდონ, რაც ხშირად შეწამლავს ფერმერი და მეტი კონცენტრაციით ავტომატურად მეც იყიდის, ხო, მეტის ყიდვა დაჭირდება. ეხლა აქაც რა გამოსავალი არის, 2 წლის წინ მიიღო მთავრობამ დადგენილება პესტიციდების მდგრადი გამოყენების შესახებ, რასაც ფაქტურად შემოაქვს აი ეს მართვის მოწმობის გავსი მოდელი, შემოდის უკვე პროფესიონალი მომხმარებელი, შემოდის დისტრიბუტორი, შემოდის გამყიდველი, შემოდის მოყვარული მომხმარებელი, ცალკე კატეგორიებად ჩაიშლება ეს პესტიციდები. წელს უკვე გასულ თვეში აპრილში მიიღო სამოქმედო გეგმა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 5 წლიანი, რომელიც გულისხმობს, რომ უკვე სასწავლო დაწესებულებებს შეარჩევენ, იქ ამ პროგრამებს დანერგავენ და სერტიფიცირების სქემას შემოიღებენ, რომ იმ მაღაზიაში გამყიდველსაც, მყიდველსაც და გამომყენებელსაც ოპერატორი ვინც არის, ვინც უნდა ჩაასხას, გააზაოს აპარატში, ტრაქტორში თუ ხელისაწამლში, კონდეს ის მინიმალური სწავლება გავლილი, რაც უზრუნველყოფს, რომ ელემენტარული წესები დაიცვას, რადგანაც იდეაში პესტიციდებით ყველაზე მეტად ზიანდება ის ხალხი, ვინც აი ამ უშუალო შეხებაში არის, ვინც წამლავს, ვინც აზავებს, მეორე ჯგუფი არის, ვინც კრებს, აი მაგალითად ლურჯი მოცვის შემთხვევაში მუშაობთ, ის ადამიანი დღეში 20-30 კილოს რო კრებს, ეხება 1000-ობით, 10000-ობით ლურჯ მოცვს და
ჩვენ ახლა დღეში რამდენი შეიძლება შევჭამოთ 9 კილო ხო ერთმა ადამიანმა ბევრად ნაკლები კონცენტრაცია არის ასე ვთქვათ საბოლოო მომხმარებელზე მით უმეტეს ყველაზე მეტად მოწყვლადი ჯგუფები არის ფერმერები და მკრეფავები და ყველაზე მეტი გამოცდილება მაგალითად სტატისტიკურად არის ერთ-ერთი ყველაზე საშიშ პროფესიად ნახსენები ფერმერობა არა მარტო მაგ ხრა ტრაქტორის დაზიანებებიც წყალი ან ბევრი ფაქტორი არსებობს. ეხლა ეგ გავიხსენე წეღანაც ეს შენი ვიდეო, სადაც უფრო აი გასაგებად და მარტივად მინდა რა, რომ ყველას გავაგებინოთ უსასუქო და უპესტიციდო ასე ვთქვათ და რომელი უსასუქო რო არ ნიშნავს არაფერს ცუდს. მეუბნებით მაგ თემას. ილიას თემას გავაგზავნებ, რასაც ყვებოდა, ანუ სამწუხარო რეალობა არის იმაში, რომ ფერმერებს ჭირდებათ მცირე რაოდენობა, ანუ რო შედიხარ აგრომაღაზიაში და შეფუთვა არის ლიტრიანი, გაუხსნელი, ხშირად ფერმერს ჭირდება 100 გრამი იმ ლიტრიდან. და აი მცირე პატარა მაღაზიები რო გვაქვს ხოლმე სოფლებში და პატარა რაიონულ ცენტრებში, მათ ყიდულობს ძირითადად ფერმერების უმეტესი ნაწილი წამალს. იმიტომ რომ გახსნილი და გახსნილი და მაგალითად ეტიკეტზე რო წერია, რომ ეს 1 ლიტრი გახსენი 300 litrში იმისთვის, რომ მიიღო ის საჭირო კონცენტრაცია, იქაური პატარა მაღაზიის გამყიდველი ეუბნება, რომ მოდი 300-ში არა 200-ში გახსენი. მე ფერმერი მიდის სახში და იმან რა იცის, რომ მოდი 100-ში გავხსნიო. და მე ასხავს მაგას. მე ცოლი ეუბნება, რომ მოდი ახლა საერთოდ არ გვინდა. ეგ არის სამწუხარო რეალობა, თორე რომ მიდიოდეს ფერმერი ალბათ უკვე დიდ მაღაზიებში, სადაც უფრო პროფესიონალი კადრი არის, უფრო კვალიფიციური კადრი არის, რომელსაც ასევე აქვს სასწავლო კურსები ამ ყველაფერთან დაკავშირებით და აი ისევ სასწავლო კურსებს გამოვეხმაურები. შეიძლება ვასწავლოთ იმ ფერმერს, რომ რეზინის ხელთათმანი უნდა ჩაიცვა, პირბადე, სათვალე, მაგრამ გააკეთებს ამას საბოლოო ჯამში. აი, მაგას მშენებლობებზე არ აკეთებენ. დაახლოებით იგივე თემაზე მივდივართ მანდაც. მშენებლობაზე ჩაქუთი უნდა მიქნას კეტყვის და ხო, გაიკეთებს. ირაკლი, აი ძალიან კარგი რაღაც ახსენი, ერთი წინადადებით მეც დავამატებ შენ პრაქტიკულ გამოცდილებას, რომ აი პატარა მაღაზიებში, სოფლებში, რაიონებში ასორტიმენტიც არის ძალიან შეზღუდული რა. არჩევანი არა გაქვს. არის შერეკილები რო კინო აბიგლუკოზა რა, არის როგორც თქვი ტოტალური მოქმედების მაგალითად ინსექტო აკაროციდები, რომელიც ყველაფერს ებრძვის, ტკიპას ებრძვის, ბუგს ებრძვის, თათეთრას ებრძვის, ყველას უნიშნავენ ესე ვთქვათ აბიგლუკოზასავით, მაშინ როცა მაგას აქვს 40 დღე ლოდინის პერიოდი. შენ თუ გაქვს ტკიპის პრობლემა უკვე კრეფ რაღაცას, არის აკაროციდი რო იპოვო, 2-3 დღე იქნება ლოდინის პერიოდი, მაგრამ ამ ასეთ პატარა აგრომაღაზიებში არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ასორტიმენტი გაზარდონ. შესაბამისად, აი ეგ ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალური პრობლემა არის, ნამდვილად გეთანხმებ. ლოდინის პერიოდიც ძალიან დიდი პრობლემა არის, ამ ხალხმა არ იცის ის, რომ დაასხავ მაგალითად ინსექტიციდს, რა მინიმუმ 2 კვირა უნდა დაიცადო იმისთვის, რომ ის ისიც გაარჩია ინსექტიციდს, ხო? მანდაც ძალიან დიდი მნიშვნელობა არის, რასაც ხალხ დიდი ხო და ისევ მაგას რო გავუყვეთ, ძალიან ხშირად ეტიკეტებზე ვხედავთ უსასუქოს რო წერია, მაგრამ ნუ სასუქი კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ სასუქი არ არის ის ყველაზე მავნებელი რაც შეიძლება ადამიანმა. ყველაზე კრე სასუქი შეიძლება საერთოდ არ ხა ბალახის ნაყენით სასუქია, მაგრამ ბალახის ნაყენით სასუქია, მაგალითად ჭინჭრის ნაყენით სასუქი, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით აზოტს, მაგალითად მაგის მისხმა, ვთქვათ, არკოსნებისთვის არ შეიძლება, თუმცა იცის მოსახლეობამ არ ვიცი. მაგრამ არც დაუზიანებს იმ პარკოსანს, დააზიანებს, რომ მავნებელი გახდება ჩვენ. ისე ვილია, რასაც ამბობს, ზუსტად ეგ მოხდება, რომ მცენარე მიიღებს უფრო დიდ კონცენტრაცია რაღაც ერთ კონკრეტულ ნივთიერებას, აზოტს ამ შემთხვევაში და ეგ კარგად არ აისახება არც მცენარეზე, საბოლოო ჯამში არც ჩვენზე, იმიტომ რომ ეს კონცენტრაცია არ გამოდის მცენარიდან, ხო, ისინი. ანუ ამ ბუნებრივ საშუალებებსაც მეტი ცოდნა უნდა, ვიდრე მე მგონია. კი, ანუ აი ჩვენთან მაგალითად გურიაში ძალიან აქტიურად იყენებენ კირს და შაბიამანს, ხო? ანუ კირი არის მიწებებელი, ეგრეთ წოდებული და შაბიამანი, რომელიც ფუნგიციდია რა, სპილენძის შემცველი ფუნგიციდია. იმის გამოყენებაც ანუ არ შეიძლება ესე ყოველ ჯერზე ყოველ. აუ, შაბიამანზე ვიკითხავ რა კიდე უფრო დასაზუსტებლად ასე ვთქვათ. მე რაღაც ბავშვობიდან ხა ყველა მის დრო ყველაფერს შაბიამანი ესხა ხოლმე და
მაგას როგორ აქვს მოცდის პერიოდი აქვს ალბათ მაგასაც თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩვენთვის მავნებელი იყოს თუ ყველა შემთხვევაში მავნებელია შაბიამანი ეგრეთ წოდებული არის სპილენძზე დაფუძნებული ასე ვთქვათ ფუნგიციდი ანუ სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ და გარკვეულწილად ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ გამოიყენება მისი უპირატესობა ის არის რომ ეს სოკოები და ბაქტერიები ვერ ეგუებიან ვერ ეჩვევიან რა ანუ რამდენიც არ უნდა გამოიყენო იდეაში ყოველთვის მოქმედებს. რეზისტენტობა არ უჩნდება. ხო, რეზისტენტობა არ უვითარდებათ, იმიტომ რომ არის ბუნებრივი წარმოშობის მინერალი და გენეტიკურად ეგრე არის. ბიომეურნეობებში დაშვებული არის წლის განმავლობაში ჰექტარზე რამდენი შეიძლება გამოიყენო შაბიამანი. მაგალითად არის ჩვენთვის უკვე საზიანო იქნება ხო, არა მარტო ჩვენთვის, არამედ აი ხო, წლების განმავლობაში რო იყენებ ძალიან ბევრი წლის განმავლობაში ნიადაგში კონცენტრაცია იზრდება ძალიან და უკვე ზედმეტად ხდება მე ადამიანის ორგანიზმში და კი ნიადაგისთვისაც ცუდია, მცენარისთვისაც და ადამიანისთვისაც. ადამიანებისთვის ისეთი რაღაც კატასტროფული და ის არ არის როგორც სხვა ქიმიური სინთეზური პესტიციდები, მაგრამ სასურველი არ არის და მინიმუმ გარიცხვას ექვემდებარება რა, ასე ვთქვათ, რო გავავლებთ წყალს და გავაჩერებთ, ისეთი მავნე არ არის როგორც სხვა რაღაცეები. არა მანდაც აი ყველა არის ეგეთი გამოთქმა, რომ ყველაფერი მავნებელია, გააჩნია დოზას. აი წყალი ეგეც რო ზედმეტი დალიო გაწყენს, ხო? ამიტომ ყველაფერს ჭირდება თავის ცოდნა და ინფორმირებული გადაწყვეტილება სასუქის მიცემისასაც და შეწამვლისასაც. აი წყალზე ახლა გამახსენდა და შემდეგი საკითხი, ძალიან ბევრგან არის ხოლმე ეს სარწყავი წყლის პრობლემა, უფრო აღმოსავლეთში ალბათ. თქვენთან როგორ არის, რითი რწყავთ და რა დამზოგებულ მეთოდებს იყენებთ ასე? მე მაგ ანუ პრაქტიკულად კუნძულივით არის ჩვენი ნაკვეთი და მდინარე გვაქვს, არხი გვაქვს და სანამ მაგდედან მოვწყავდით, გავაკეთეთ მისი წყლის ანალიზი და რო დავწმუნდით, რომ ამ წყლის გამოყენება შეიძლება ჩვენს მეურნეობაში, ხოლო მაგის შემდეგ დავიწყეთ მაგ წყლით აქტიურად ირიგაცია. წყლის პრობლემაც მეორე არის, რომ კანონმდებლობით გვაქვს 40 ლარი არის გადასახადი ჰექტარზე სამელიორაციო გადასახადის, რომელსაც არავინ არ იხდის სამწუხაროდ და აი მთელი მელიორაციის სისტემა, ნუ დასავლეთ საქართველოში ნამდვილად საბოლოო ჯამში არის გაუმართავი, გაუწმენდავი და ნუ ეგ ძალიან დიდი პრობლემა არის საბოლოოდ. თქვენით შემოყავთ ეს წყალი თუ არის ამის ნაკვეთის გვერდზე არის, ჩამოდის ღელე, ჩამოდის მდინარე, ორივე შევოწმებული არის, ორივე სუფთა არის და ორივეს ვიყენებთ მოსაწყავად. ანუ მოგვარებული. ჩვენ გვაქვს ხო, ანუ ბოსტნის წარმოება წყლის გარეშე არის წარმოუდგენელი. კი, აბა რა ტიპის, აი ყველაზე მეტად ეხა რა არის თქვენთვის პრობლემა რამეს კლიმატური ამბავი თუ სტიქიები თუ რა გიშ კლიმატი ზოგადად ძალიან შეცვლილია. კლიმატი პირველ რიგში კლიმატი ძალიან შეცვლილია, აი თუნდაც წლევანდელი გაზაფხული რო ავიღოთ, ანუ მთელი ჩვენი წარმოება რაც ქონდა დაგეგმილი იყო, რომ 25 მაისს უნდა დამეწყო მიწოდება. ნუ ჩემი მიწოდება იწყება ანუ ადრეული გაზაფხული არის უფრო პარკოსნები ანუ ცერცვი ლობიო, უბრალოდ ცერცვი ბარდა, ისპანახი, ბოლოკი, წვანილები და ასე შემდეგ. თუმცა შუა დღეს გვაქვს 22-33 და ღამე გვაქვს 13. და ამხელა ტემპერატურული სხვაობა, ანუ სცენარი ვერ ხვდება. შეიძლება ბროკოლის და კომპოსტოს ჯიშებს ან უყვართ სიცივე. თუმცა შუა დღეს 33 რო არის და ვერ ხვდება სცენარი, ანუ გაიზარდოს თუ ყვავილში წავიდეს. და ეგ ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს. ამის კონტროლი, ნუ წარმოუდგენელია. ჩვენ სამწუხაროდ ვერაფერს ვერ შეძლებთ, შეიძლება მისი ნაწილობრივ გაკონტროლება, მაგალითად, საჭრელობელი ბადეებით, აგროქსოვილებით, მაგრამ იმ დონემდე დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, რომ საბოლოო ჯამში მომხმარებელი მაგფას მე ვეღარ გადაიხდის პროდუქტში. ის ყინვები რო იყო, თქვენკენაც იყო? ახლა როდის იყო აპრილში უცებ რო ყინვა? ჩვენთან მოთოვა გაუგონარად მოთოვა დაახლოებით 2 მეტრამდე თოვლი იდო ლანჩხუთში დღეში 3-ჯერ წმენდით სათბურს მე ჩვენი ფერმა იყო გადაკეთებული მოხალისეების ბაზად ჩვენთან ჩამოდიოდნენ მოხალისეები ყავა ჩაი ტელეფონების დატანა და მე ღამე მათთან ერთად უკვე დავდიოდით სოფელ და ვურიგებდით ხალხს ხო სურსაც და სამთარიც ძალიან გაგვეგზელდა. ხო, მაგრამ არ გქონდათ ხო მაგ დროს ალბათ ნათესები რაღაცა. ჩითილები მხოლოდ, ანუ მცირე სათბური გვაქვს 100 კვადრატი გვაქვს დაახლოებით, რომელსაც ჩითილებად ვიყენებთ და რადგან
ჩვენ ძალიან დაყოფილი გვაქვს ჩვენი წარმოება, პომიდრები ჯერ არ ქონდა და შესაძლოა მარტო ცივი კულტურები ქონდა და დიდად არ ვათხოვთ სათბურს. გვიწევდა მექს გადათოვლა ყოველ დღე. კი, გადავჭდა გადავარჩინეთ. ხო. მე მაინტერესებს ხა არ ვიცი რამდენად სწორად გისვამ კითხვას და შემოგემართება, მაგრამ აი მაგალითად იმისთვის რომ პესტიციდები გამოვიდეს ხილიდან და ბოსტნეულიდან გამიგია რომ 1.5 საათი წყალში ჩალბობა არის კარგი მეთოდი. სწორად ვიცი? გააჩნია ბევრ რამეს. აუცილებელი არის გარეცხვა ყველაფრის და წყალში ჩალბობა და სოდიან წყალში გაჩერება 1-20 წუთის განმავლობაში ცნობილი კვლევებით დადასტურებული არის რომ აქვს გავლენა. ხო, ეგეთი ხრიკები მაინტერესებს. მაგრამ იდეაში ბევრ რამეს გააჩნია დაწყებული რა პესტიციდი არის გამოყენებული, რა კონცენტრაციით, რა დოზით და რამდენი ხანია გასული. არსებობს ძირითადად ორი ჯგუფის პესტიციდები. აი მაგალითად ჩავიამანი არის კონტაქტური პესტიციდი, ეს ნიშნავს რომ შევწამლით გარედან ხდება მცენარის ნაყოფზე, ფოთლებზე, შიგნით ვერ შედის და გარედან იცავს ზედაპირს. მაგრამ არის სისტემური პესტიციდები ასევე, რომელიც შედის მცენარის ქსოვილში და შიგნით არის გამჯდარი მთლიანად, ასე ვთქვათ და ასე იცავს მცენარეს. სისტემური პესტიციდები ეგრე გარეცხვით და რაღაცა ალბათ ბევრად რთულია რომ გამოვიდეს, ჩალბობითაც, კი ბატონო, იმიტომ რომ ჩათვალე თითოეულ უჯრედში არის გამჯდარი და ის დრო თუ არ გავიდა, არ დაიშლება, იქ დაშლის უნდა დაიშალოს ის რთული მოლეკულები მარტივებად, რომ ნაკლებად ტოქსიკური იყოს. ეს ზედვე ალბათ მცენარეზე უნდა მოხდეს, ხო? ან მცენარეზევე, ან მოკრეფის მერეც შეიძლება, ხო. რა თქმა უნდა, როდესაც ზედ მცენარეზე არის და იქ სასიცოცხლო პროცესი მიდის და გარე ცივა, ცხელა მზიანათებს, უფრო ჩქარა ხდება ეს და რომ დაუკრიფო და ყუთებში ჩავდო და მაცივარში დავაწყოთ, როგორც გაფუჭება ნელდება მაცივარში, ისევე ეს პროცესებიც ნელდება მაცივარში. შესაბამისად, ზოგადი რეკომენდაცია არის, რომ აუცილებლად უნდა გავრეცხოთ, უნდა გავთვალოთ, თუ რამე გასათლელი არის. ამბობენ რომ რაღაც ვიტამინები კანშია, მაგრამ ყველაფერი სიბინძურეც კანში არის. ყველაზე საშიში არის ისეთი ხილი და ბოსტნეული, რომელიც არც ითლება, არც იხარშება, არც მზადდება. აი მაგალითად, თუ ჩვენ ვსაუბრობთ კარტოფილზე, ჯერ უნდა გავთვალოთ, მერე მოვხარშოთ, უმად ვერ შევჭამთ, ხო? ანუ გარკვეულწილად რისკებს ვამცირებთ მინიმუმამდე, მაგრამ მარწყვი მაგალითად ბევრად საშიში არის, რომ ზედ პესტიციდი იყოს დარჩენილი. ჯერ ესეთი ზედაპირი ძალიან ფოროვანი აქვს და თესლებში და ყველგან რჩება, მერე მეორე არც ითლება, უბრალოდ გარეცხვის სამარავად დარჩენილი და რისკი მეტი არის რა. მარწყვი გასარეცხადაც კი რთულია, ხო? ხო, გასარეცხადაც რთულია, მაგრამ აი გამდინარე წყალში გაჩერება თუ გვაქვს ამის საშუალება, რომ წყალი გამდინარე იყოს, ეს სოდის დამატება ცოტა და რაღაც გავსი, მე სანდო ფერმერებისგან ყიდვა არის, ჩემი აზრით ყველაზე კარგი გამოსავალი ოზონი, ультраისფერი, ანუ ბევრი გამოსავალი არის, მაგრამ ხო აი სახლის პირობებში, ხო. არის მცირე ზომის ოზონატორები, რომელსაც შეგიძლია ჩადო და გაეცხოს, თუმცა როგორ ისევდიანი, ანუ აი რაღაცა გინდა, რომ აი ხილი და ბოსტნეული ბავშვებს აჭამო და ოზონში უნდა ოზონის აპარატში უნდა ჩადო, აი. ოზონი ჟანგბადი არის. არა, რამე აპარატი რო ჭირდება მაგას, უკვე ისეთია რა. აი, ილია რასაც ამბობს სწორია, მე ძალიან მიხარია ის, რომ ჩემ მოხმარებელს არ ჭირდებათ არც გაცხლა. და გარეცხვა რა თქმა უნდა ჭირდება, თუნდაც მიწიანი არის პროდუქტი და გარეცხვა ჭირდება, თუმცა მეორე ის არის თუნდაც waste-less-ის თემაზე რო წავიდეთ და მაგაზე ჩვენს მოხმარებელს ვასწავლით გამოვიყენოთ ბოსტნეულის ყველა ნაწილი. მაგალითად, ჩვენ მოხმარებელს სტაფილოს ვაწვდით ფოჩებიანად. და ვასწავლით როგორ გამოიყენოთ სტაფილოს ფოჩები, როგორ გამოიყენოთ ბროკოლის ღერო, ფოთოლი და ასე ჩვენ გვასწავლია სტაფილოს ფოჩები როგორ გამოვიყენოთ. პესტოს ვაკეთებთ ძირითადად სალატში შეიძლება ჩაჭრა, ანუ მრავალი გამოყენება აქვს და ამასაც არ ვკარგავთ. რა თქმა უნდა. და მე ძალიან მიხარია, რომ ჩემ მოხმარებლები საბოლოო ჯამში ხვდებიან იმას, რომ არ ელიან ჩემგან მაგალითად იდეალურად ლამას, კაკს, სტაფილოს და ერთი ზომის და ნაკბენიც რო აქვს, იმ ფოთოლსაც ნაკბეთში რთუ აქვს, მაგის პრობლემა არ მაქვს, ანუ მე არ მიწევს პროდუქტის მოდი ესე ვთქვათ გადახარისხება, რაღაც პატარა კარტოფილი, დიდი კარტოფილი, ან ყველაფერი ერთი არის ჩემთვის. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუნდაც აი ამ ბიოწარმოებაში, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, რომ მოხმარებელი სრულად იყენებს იმ პროდუქტს, რომელსაც ვაძლევ, იმიტომ რომ ჯამში სტატისტიკურად დაახლოებით 40-დან 60%-მდე ნაგავს საპრელზე ვყრით.
პროდუქტს. 1/3 მსოფლიოში წარმოებული ხილბოსტნეულის თითქმის. 1/3 ხალხო წარმოიდგინეთ იყრება ნაგავში, ისე რომ საერთოდ არავისთან არ მიდის რა, პირდაპირ ფერმაში მოიკრიფა, გადახარისხდა, რაღაცა სტანდარტში ვერ ჩაჯდა ზომის და იყრება. სხვათა შორის მაგ 1/3-დან ლომის წვლილი არის უკვე სახში მიტანილი პროდუქტის რა. ფერმერები ცდილობენ და კომპოსტირებას აკეთებენ, გადამამუშავებლებიც ყველა რგოლი ცდილობს რომ ნაკლებად და სტატისტიკურად ეს მონაცემი ვიღოთ ერთ ოჯახზე 70 კილო იყრება ეგრე სახში მიტანილი რომელიც არ ზედმეტი იყიდეს, ვერ გათვალეს რამდენი უნდათ, უხეშად გათალეს და ნახევარი გააყოლეს და ასე შემდეგ. სადღაც იქ მაციორში რო იყო და კი, იმიტომ რომ სოფელში მაინც ან ცხოველებს საჭმელ, ქათამ საჭმელ რაღაც გამოყენებას უპოვი, კი. ანუ სახშიც მეორე პრობლემა ის გვაქვს, რომ როდესაც ადამიანი ყიდულობს, ანუ რაღაცნაირად არ გვაქვს იმის კულტურა, რომ მივიდეს და 2 პომიდორი იყიდოს და 1 კიტრი, ან 2 ცალი ყაბაღი, ანუ უნდა ვიყიდოთ კილო, ნახევარი კილო. გამყიდველიც არ გვაძლევს ალბათ 1 პომიდორს რო დავუდებ, ალბათ გაგიჟდება რასაკეთებო და აი თუნდაც ამ ჩვენი ბოქსების უპირატესობაც ის არის, რომ რაღაცნაირად მივედით იქამდე, რომ რამდენი ჭირდება ერთ საშუალო ოჯახს იმისთვის, რომ კვირის განმავლობაში ეყოს ზოგს ყოფნის, ზოგს არ ყოფნის. თუმცა იმ მაგაზე ნელ-ნელა მაგასაც ჩვენც ვცდილობთ რომ დავარეგულიროთ, რამხელა წონა უნდა გავუგზავნოთ, რამდენ სულიან ოჯახს, მოდი ესე ვთქვათ. თუმცა ვცდილობთ რომ რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგი შევქმნათ ამ თიანად ჯაჭვში. ეხლა ყველაზე ძალიან თუ არა ერთ-ერთი რაც ძალიან მომწონს ამ თქვენ საქმიანობაში არის ის რომ ყველაფერი არის სეზონური და ადგილობრივი. ნუ ეს ადგილობრივობის თემა ეკოლოგიაში არის ძალიან დიდი, იმიტომ რომ ტრანსპორტირება არის ერთ-ერთი უდიდესი დამობინძურებელი ზოგადად გარემოსი და სულ მაგიტომ მე თვითონ ვცდილობ ხოლმე რომ ადგილობრივ პროდუქციას იქნება ეს რაღაც საკვები თუ არა მხოლოდ საკვები, ისედაც რაღაცა საყოფაცხოვრებო წარმოებებს სულ გავუწიო ხოლმე რეკლამა რა, იმიტომ რომ დიდი დანაზოგია, ასე ვთქვათ, როგორც ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ ეკონომიკისთვის არის ადგილობრივი ნაწარმის შეძენა, მაგრამ როგორც ეკონომიკისთვის, ასევე ეკოლოგიისთვის და გარდა მაგისა სეზონურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუნდაც იმიტომ ალბათ რომ ზუსტად ეს ქიმიური საშუალებები მე ნაკლები გვიწევს არასეზონურ სეზონურ პროდუქტზე მოხმარება, ვიდრე რაღაცა ზამთარში რომ მოვინდომოთ სათბურში პომიდორის მოყვანა და მოყვავს კიდეც რაღაც რაოდენობა, ბევრად მეტი ჭირდება რა. გარედან გეტყვით ჩემ აზრს და ირაკლიმაც პრაქტიკული გამოცდილებით გვას იდეაში და აი ბიომეურნეობის და ორგანული მეურნეობის ერთ-ერთი პრინციპი ის არის რომ შევარჩიოთ იმ ადგილისთვის, იმ გარემოსთვის შესაფერისი კულტურები და ეს უზრუნველყოფს ზუსტად რომ ნაკლები ჩარევა დაუჭირდეს გარედან რა. სეზონურობას თუ დავიცავთ, ისეთ სათესლე მასალას, სარგო მასალას ვიშოვით, რომელსაც აქვს სელექციური და არაგენ მოდიფიცირებული გზით გამოყვანილი რაღაც დაავადებების, მავნებლების მიმართ გამძლეობა, უფრო დაუჭირდება ნაკლები ჩარევა. აი სათბური კარგი არის, ბევრი პლუსი აქვს, მაგრამ რაღაც მინუსებიც აქვს რა. სათბურში ფაქტიურად ხელოვნურად ვქნით პირობებს და მაინც გვიწევს რომ ჩავერიოთ და სათბურის ესე უწყინარი დანიშნულება არის ზუსტად ჩითილების გამოყვანა, რომ ადრეულად თადარიგი დავიჭიროთ და როგორც კი გარეთ შესაბამისი ამინდი იქნება, საჩითილები გადავიტანოთ ნიადაგში. ხოლო როდესაც ვცდილობთ რომ გავათბოთ, აი მანდაც ძალიან ენერგოინტენსიური არის, რაღაც ისეთი კულტურები მოვიყვანოთ, რომელიც არ არის შესაბამისი თესბრუნვას ვერ ვიცავთ, იმიტომ რომ მეტი ჭირდება. კი, მეტი ჭირდება, მაგით. აი თესბრუნვის დაცვა არის ერთ-ერთი საკვანძო, რაც უნდა გააკეთო, რომ ნაკლები წამლობა დაჭირდეს რა და როცა ერთი პატარა სათბური გაქვს, იქ თესბრუნვას ვერ იცავ, იმიტომ რომ გამოდის რომ მარტივად განმარტოთ, ეს ნიშნავს, რომ ერთი და იგივე კულტურა ბევრჯერ ერთსა და იმავე ნაკვეთზე არ უნდა მოვიყვანოთ და უნდა ვანაცვლოთ. სასურველი არის, რომ ერთსა და იმავე ნაკვეთზე 3-4 წელიწადში ერთხელ დავაბრუნოთ,
მაგალითად ავიღოთ პამიდორი, რომ მოვიყვანთ, პამიდორის მონათესავე კულტურა არის ბადრიჯანი და წიწაკა, მაგალითად ერთი ჯგუფი არის კარტოფილიც ნამდვილად და სასურველი არის რომ კარტოფილს ან პამიდორს ან იმას რომ მოვიყვანთ, აი ეს მონათესავეები აღარ დავთესოთ იქ 3 ან 4 წლის განმავლობაში და სხვა მინერალები ჭირდებათ და პიტან მიწას. მსგავსი დაავადებები, მსგავსი მავნებლები აქვს ზუსტად და აი განსაკუთრებით დაავადებების სოკოვანი ბაქტერიული ვირუსული დაავადებების კონტროლი ძალიან რთული არის და ბევრ პრობლემას იწვევს ეს. შესაბამისად, ჩვენ თუ დავიცავთ ადგილს, იმ ადგილის შესაფერის კულტურებს მოვიყვანთ, ხარისხიან სათესლე მასალას, სარგავ მასალას გამოვიყენებთ, დაგვჭირდება მინიმალური ჩარევა პესტიციდების და თუნდაც სასუქებით. აი ეს არის რაც შემიძლია თქვა და ძალიან მაინტერესებს ირაკლის პრაქტიკულიდან გამომდინარე დავამატებ, ანუ ეს ფორმა ძალიან მნიშვნელოვანი არის. აი თუნდაც ჩვენ რო ვფიქრობთ სათბურის აშენებაზე, ანუ ჩვენთვის არის ერთ-ერთი პრიორიტეტი სათბური, თუმცა ჩვენ ვაპირებთ ცივ სათბურებს და ვაპირებთ იმ სათბურში მოვიყვანოთ ცივი კულტურები, რომელიც ზამთარში მოდის უბრალოდ აი გარეყინვისგან დაცვის მიზნით და ზედმეტი ჭარბი ნალექისგან დაცვის მიზნით გვექნება ის გადახურული სასათბურე ფირით. ეგ არის ჩემთვის პირადად ერთ-ერთი სეზონურში გადის მე ესეთი კულტურა. ანუ ღია გრუნტზე იანვარში და თებერვალში გურიაში მომყავს ჩვეულებრივად სალათიც და ბროკოლიც და ყვავილოვანი კომპოსტით, ანუ მოდის. თუ ამას გადავაფარებ ზემოდან და ცოტათი უკეთეს პირობებს შევთავაზებ, უკეთესად მოვა. გათბობასაც შეეხება ისევ და ისევ ილიას ვეთანხმებით, ჩემთვის სათბური, გამთბარი სათბური არის უფრო საჩითილე, რომ ზუსტად დავამთხვიოთ დრო, როდესაც შემიძლია ჩითილი გავიტანო გარეთ და უკვე ღია გრუნტზე გადავიტანო და მეორე რაც ეხება სათბურში წარმოებას, ანუ ჩვენს ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმს ჭირდება მზის შუქი, მაგალითად, ქათამს იმისთვის რომ კვერცხი დადოს, ზამთარში კვერცხს არდებს, განა იმიტომ რომ ცივა, ანუ ეს სიცივი არ არის ერთ-ერთი გამოწვევი მიზეზი, არდებს კვერცხი, იმიტომ რომ ჭირდება 16 საათი სინათლე. ანუ თუ ქათამა არ მიიღო მზის შუქი ან სინათლე, რაღაც კონკრეტული საათების რაოდენობა კვერცხს არ ქმნის. ზუსტად მასევეა მცენარე, ანუ პომიდორი რაც არ უნდა გვინდოდეს იანვარში რომ მოვიყვანოთ, ჭირდება საათები განათება, ამიტომაც უკვე ხელოვნურად უნდა გავანათოთ, ხელოვნურად რაღაც ფერადი განათებები დავაყენოთ, რომ გაიზარდოს და ძალიან დიდი დანახარჯია. და მის ნაცვლად შეგვიძლია არ ვიცი ამ ყველაფერი განათებების და გათბობის გარეშე მოვიყვანოთ ბროკოლი ისევ. რომელიც უფრო სასარგებლოა. რა თქმა უნდა. თან აი მაგ შემთხვევაში მე როგორც ვიცი, ის საჭირო ნუტრიენტები, რაც რეალურად პომიდორითიც ფასობს, მაგ დროს ბევრად უფრო ნაკლებია მასში რა, ესე ხელოვნურ განათებაში მოყვანილ პომიდორში. მაგაზე მე ვერ გაგცემ ზუსტ პასუხს, იმიტომ რომ აი რო თქვა კი ან რო თქვა არა, შეიძლება ვწდებოდი, ამიტომაც ჯობია არ გავცე მაგას პასუხი, თუმცა ჩემი აზრი ის არის, რომ და ჩემ კლიენტებს ვცდილობ რომ აუხსნას ის, რომ პროდუქტი უნდა მივირთვათ მაშინ, როდესაც მას გვაძლევს ბუნება, იმიტომ რომ მაგ დროს არის ყველაზე ჯანმრთელი, ყველაზე ჯანსაღი და მაგ დროს მოდის რა. ანუ ჩემმა მოხმარებელმა იცის, რომ პომიდორს ჩემგან არ ელოდება ივლისამდე, სიმინც არ ელოდება ივლისამდე, საზამთროს დღეს არავინ არ ითხოვს ჩემგან და ასე როცა არის, როცა თავის დროობს, მაშინ მიიღებენ. ეხლა როგორც ვიცით, განბაჟება გქონდა სათესლე მასალის და მაღაზიები და გადავიდე, რომ რამდენად კონტროლდება საქართველოში რაც შემოდის ეს სათესლე მასალა. და კიდე იცი რისი ჩაშლა მინდა, ეს რაღაცა ალბათ ჰიბრიდული და არაჰიბრიდული მასალა არსებობს, ხო და აი რამდენად ისეთია სხვაობა მათ შორის, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის როგორც მომხმარებლისთვის უკვე პროდუქტის. კი ბატონო, სათესლე მასალას რაც შეეხება, ეგეც რეგულირდება საქართველოში შესაბამისი კანონმდებლობით და სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად უკვე საბაჟო დეპარტამენტი არის, ვინც მაგაზე პასუხისმგებელი არის. მცირე რაოდენობით შემოტანას რამოდენიმე პაკეტი რო გამოიწერო, დიდი საბუთები და ცნობები არ ჭირდება, მაგრამ რაღაც რაოდენობას როგორც კი აცდება, არის დაზუსტებული 5 პაკეტს ან რაღაც გრამობაში. 5 გრამიანი, ხო, დასაშვებია. უკვე შემდეგ საჭირო არის შესაბამისი ცნობები და მოგახსენებთ, რომ საქართველოს არის უამრავი საერთაშორისო
ასე ვთქვათ, შეთანხმების წევრი საავტორო უფლებებთან დაკავშირებით და აი ამ ჯიშების და სახეობების თემა რეგულირდება რა, ანუ რაც იყიდება როგორც წესი აგრომაღაზიებში არის ექცევა კანონმდებლობაში. მაგრამ თვითონ იმის ხარისხის არ ამგონია, რომ ეგ მოწოდებოდეს, რომ 1000 მარცვლიდან რამდენი ამოვა, რამდენად ერთგვაროვანი იქნება რაღაც, ეგ უკვე მომწოდებლის კეთილსინდისიერებაზე არის ძირითადად დამოკიდებული და საქართველოში თვითონ რა იწარმოება მაგაზეც რო ვთქვათ, მარცვლეულის მიმართულებით იწარმოება სიმინდი და ხორბალი არის გარკვეული, აი მაგალითად ლომთაგორა არის ეგეთი კომპანია ქვემო ქართლში, ვინც მაგას აკეთებს. ბოსტნეულის მიმართულებით არ გამიგი ეგრე მასშტაბურად, არის დიდი კომპანია ერთი მზაჩითილი, რომელიც თესლებს ყიდულობს, უბრალოდ აჩითილებს და ყიდის. სანერგეების მიმართულებით არის ბევრად მეტი სანერგე, ვიდრე ბოსტნეულთან შედარებით და იქაც ადგილზეც იწარმოება, შემოაქვთ კიდევაც ადგილზე არის სადედე მცენარეები, იღებენ კვირტებს, ამყნობენ, მაგრამ მათი ნდობაც სამწუხაროდ ბევრი რეპუტაციული ზიანი მიიღეს, იმიტომ რომ ვიღაცებმა არ გაამართლა, რაღაც ის იყო, პრობლემები შეიქმნა და მაინც აი მაგალითად მრავალწლიან ბაღებს, ვინც აშენებს დის, ურჩევნია რომ უფრო ბევრად მეტი გადაიხადოს და ევროპიდან შემოიტანოს ნამდვილი სანდო ბრენდული. კი, იმიტომ რომ ყველაზე მთავარი ერთ-ერთი არის სათესის არგავი მასალა. თუ ავატყოფიდა და დაბეჭავებული მცენარე დარგე, იმას რო გადაყვედა სული უბერო, მაინც ვერაფერს შედეგს ვერ მიიღებ და პირიქით კარგი რო დარგო, მართლა უკუღმა რო გადააგდო, შეიძლება წავმა გაიზარდოს რა და მნიშვნელოვანი არის. თან ხეს როცა ეხება ეხა 5 წელიწადში რომ უნდა გაიგო რეალურად რა ხარისხის არის ენერგი, ძალიან დიდი ნდობა გჭირდება. ნამდვილად სათბურებზე დავამატებ, რომ სათბურის კონსტრუქცია შეიძლება გამოვიყენოთ არა მარტო გათბობისთვის, იქ ბადეები კეთდება, net house-ი ქვია, ეგრეთ წოდებული და ეს უბრალოდ ფიზიკურად იცავს მწერებისგან, მღნელებისგან, ფრინველებისგან და იქ გათბობის ფუნქცია მაგას არ აქვს უბრალოდ რომ კონტროლირებად გარემოში გქონდეს მცენარე, ყავდეს მცენარე, რომ არ დაგვჭირდეს მერე შეწამლა და ბრძოლა მაგრამ მეორე დაზიანებისგან მაგალითად სეტყვისგან. კი, ქარისგან, სეტყვისგან, რა თქმა უნდა, გარდა, მაგრამ მაგას აქვს კიდევ ერთი ნაკლი დამტვერვა. როცა ჩვენ ჩავკეტავთ და კონტროლირებული გარემო გვაქვს, ბევრ სცენარეს, მაგალითად, პამიდორს ჭირდება დამტვერვა, მაშინ ხელოვნურად შეგნით ფუტკრები უნდა შევიყვანოთ. არის ტრადიციული და არის სპეციალური ფუტკრებიც. პამიდორს ფუტკარი არ ჭირდება, რო. კი, ჭირდება, კი. პამიდორი თუ არ დაიმტვერა, არ მოისმის. შეიძლება 1-2 მოისხას, არ ვიცი ზუსტად, მაგრამ ძირითადად ჭირდება და მარწყს ჭირდება აუცილებლად დამტვერვა, პამიდორს ჭირდება, კიტრი არის თვით დამტვერვა. ერთის კის ჩადგმა მგონი არის სპეციალური ფუტკრები, რომელიც იაფი არ ღირს და იმათაც შეზღუდული ცხოვრების წესია 40 დღეს ოცხობს ვერ მრავლდება და ფაქტიურად ყოველ სეზონზე, ყოველ ციკლზე ახლიდან უნდა დადგა და ჩვენთან არის წარმოება და უნდა შემოიტანო და ზვირია და ასე შემდეგ. მე მგონი აი ეგეთი რაღაცები რომ კარგად გავმართოთ თავისი აი ცოდნიდან მოყოლებული, პირველ რიგში ცოდნის გავრცელება და მე აი ეგეთი რაღაცა ხრიკებს ვეძახი რა, მე აი მაგების დანერგვა ძალიან ახლოს მიგვიყვანს იმასთან, რაც არის ჩემი ოცნება, რომ რაღაცნაირად ცოტა თვითკმარი ქვეყანა ვიყოთ. თუნდაც საკვების თვალსაზრისით და არ გვიწევდეს ყველაფრის საიდანღაც ჩამოტანა და შემოტანა. ისევ და ისევ ჩემი აზრით თვითკმარობამდე უნდა მივიდეთ მომხმარებლის ქცევის ცვლილებით და არა ფერმერების, იმიტომ რომ ფერმერი აწარმოებს იმას, რაც უნდა მომხმარებელს და ხო, ეს თანაბრად უნდა განვითარდეს, მე კიდე ესე მგონია თანაბრად უნდა განვითარდეს წარმოებლის და მომხმარებლის ცოდნა. სიამოვნებაა რომ გითხრათ, ჩემი წარმოდგენით მომავალი ფერმერობაში ბევრად ან როგორც ხელოვნური ინტელექტი და რობოტიკა შემოდის, სოფლის მეურნეობაში ძალიან აქტიურად შემოდის. დღეს უკვე არ ვართ კონკურენტ ვერ ვუწევთ კონკურენციას ჩვენ მოდი ესე ვთქვათ თურქეთს პამიდორის წარმოებაში და ასე შემდეგ და მომავალში კიდევ უფრო გართულდება ეგ, როდესაც ჩვენ ისევ ხელით გვინდა რომ რაღაცა გავაკეთოთ და ბაბუამ თოხი მასწავლაო და როდესაც გერმანელ ფერმერს ყავს რობოტი შეგდებული, რომელიც 20 ჰექტარს უბლის. ანუ წეღარას თქვით რომ ისინი ჯერ კიდევ თოხზე არიან და ჩვენ აღარ თოხნითო და ეხლა გერმანიასთან შედარებით ჩვენ ვართ იგივე მდგომარეობაში, ხო? ანუ მომავალი მანდ მიდის, თუმცა ეგ მომავალი ნაწილობრივად ორგანული არის.
ანუ მე რასაც ხედავ, თანამედროვე რობოტიკის განვითარება ნაწილობრივად ორგანულია, იმიტომ რომ თუნდაც ჰერბიციდის გამოყენება არ გჭირდება, რადგან იმ რობოტმა კონკრეტულად იცის, სადა აქვს ჩაგდებული თესლი და სანამ ის სცენარე ამოვა, უკვე ახდენს მის კულტივაციას და ან უკვე რაღაც ძალიან precise, ანუ ძალიან წერტილოვნად ზუსტად ახდენს რაც ჰერბიციდის მისხმას კონკრეტული რაღაც მავნებელი ან სარეველისთვის, რომელიც მან დაამონდეს. ანუ მომავალი უფრო ორგანული არის მებოსტნეობაში, რა ვთქვათ, თუმცა ამას ჩვენ აუცილებლად ფეხი უნდა აუყოლოთ ამ ქვეყანამ. მე ხა საფრთხეს სათხრე და მანდ გეტყვი და მე რა უნდა დავასრულოთ აი ესე რაღაცა რიტორიკულად, რომ მთავარი მაინც ჩემი აზრით ყველაფერში არის ცოდნები და გამოცდილებები, ეს არა რაღაც აკადემიურ ცოდნაზე არ ვლაპარაკობ, მე ვსაუბრობ რაღაცა ეს მემკვიდრეობით მიღებული ცოდნები რაც გვაქვს და სადღაც 200 წლის მერე იმ რობოტს რომ რაღაცა გაუმართავობა დაემართება და კაცი აღარ მოიძებნება, ვინც ხელით იცის მაგის გაკეთება, აი მან შეიძლება შეგვექმნას პრობლემები. მე დავამატებდი, რომ სოფლის მეურნეობა არის ერთ-ერთი ურთულესი დარგი, იმიტომ რომ ძალიან ბევრ რამეზე არის დამოკიდებული. ფერმერი არის წარმოიდგინეთ, ერთდროულად უნდა იყოს მენეჯერი, მფლობელი, ხო? აგრონომია უნდა ესმოდეს. მოდი სანამ ჩამოვთვლი ვიტყვი, რომ დიდ კომპანიებში ყველა ცალ-ცალკე კადრი არის, ეხლა მე რასაც ვიტყვი. ესე იგი, მენეჯერი უნდა იყოს, აგრონომი უნდა იყოს, HR-ი უნდა იყოს, რომ მუშახელი არის შევება, როგორღაც იპოვოს და შეინარჩუნოს და мотиваცია შეუნარჩუნოს, ხო? საგადასახადო თემებში უნდა ერკვეოდეს, კანონმდებლობაში უნდა ერკვეოდეს, სერტიფიცირებაში ერკვეოდეს, მარკეტინგი ესმოდეს, ლოგისტიკა, გაყიდვა, ყიდვა, თემების დალაგება, აი ამის გამო იმდენი, ხო, სოციმედია თუნდაც ესენი ორნიშებიან ამ ყველაფერს. აი მოდი და დააფასებ ხამ ხელაში რომ. ზუსტად აი მაგიტო ეს არის კარგი მაგალითი სადემონსტრაციო ფაქტიურად, იმიტომ რომ ამის გამო, ამ სირთულის გამო ანებებს ხალხი სოფლის მეურნეობას თავს და როგორც ირაკლიმ თქვა, სოფელში რომ დაიბადე არ ნიშნავს რომ ქუდი გახურავს ფერმერის და უნდა იყო ფერმერი. ყველაზე მთავარი პრობლემა დღეს საქართველოში ჩემი აზრით არის მიწის პრობლემა, მიწის რეგისტრაციის პრობლემა, მაგალითად ჩემ ოჯახსაც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში აქვს 1 ჰექტარი მიწა, რომელიც 3 ნაწილად არის დაყოფილი და მე არც კი ვიცი, სად არის ესენი და რეგისტრაციის პრობლემა მაქვს, იმიტომ რომ ოჯახის წევრების სახელზეც უნდა იყოს ემიგრაციაშია, ვერ ვიფორმებ, ვერ ვყიდი და ვისაც უნდა ყიდვა, გაფართოვება, კონსოლიდაცია მიწების და მე ამის საფუძველზე უკვე ფინანსებთანაც ექნება ხელმისაწვდომობა და ყველაფერს იზამს, ის ხალხი ვერ აფართოვებს რა. აი ეს სანამ არ მოგვარდება მიწის რეგისტრაციის პრობლემა და მიწის ბაზარი არ გამოცოცხლდება, რომ ვისაც არ ჭირდება მიწა და უმეტესობა ვინც აღარ არის ფერმერი, არ გაყიდოს ეს მიწა და ვისაც ჭირდება, იმან იყიდოს და გააფართოვოს და გამოიყენოს, აი ერთ ადგილას ვიქნებით და ვიქნებით დამოკიდებული იმპორტზე. აი მაგი არის უმთავრესი რაც უნდა მოგვარდეს. შენ რა სიტყვი რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა დღეს შენ საქმიანობიდან გამომდინარე? ისევ და ცოდნა ძალიან დიდი გამოწვევა არის და თუმცა მე უფრო ჩავკონკრეტდები განაწარმოების მხრიდან გადავალ უფრო ფინანსურ საგადასახადო ნაწილზე ცოდნის მხრივ. ანუ სამწუხაროდ სოფლის მაცხოვრებელს ან ფერმერთან, მცირე ფერმერთან უმეტესობას აქ საბანკო პრობლემები, ანუ ბანკებს უყურებენ როგორც მტერს, როდესაც ბანკი არ არის მტერი ნამდვილად და მით უმეტეს სახელმწიფოს აქ რაღაც დახმარების პროგრამები, რომელთაც სესხის სუბსიდირებას აკეთებენ, კარგია თუ არა სუბსიდირება მაგაზე ახლა არ ვილაპარაკოთ, თუმცა მეორეს მხრივ კიდევ სოფლის მეურნეობა არის გათავისუფლებული DGG-სგან ჩათვლის უფლებით, რაც ნიშნავს, რომ აბსოლუტურად ყველა შენაძენზე ფერმერს შეუძლია ჩაითვალოს DGG და პირველადი წარმოების პროდუქციის რეალიზაციის დროს DGG-ს არ იხდის, ანუ შესაბამისად როდესაც ტრაქტორი ყავს და დიზელს ყიდულობს 18% IAP უჯდება, როდესაც არ ვიცი, წვეთოვან სისტემას ყიდულობს 18% IAP, ანუ ყველაფერი უჯდება 18% IAP. სამწუხაროდ ძალიან ბევრმა ეს არ იცის. ძალიან ბევრი უმეტესობამ სამწუხაროდ არ იცის. უმეტესობა. და რაც არის, ანუ ალბათ სახელმწიფომ თავის დროზე იფიქრა მაგაზე და თქვა, რომ აი მოდი ფერმერებს, რადგან აი მოწყვლადი ჯგუფი არის და გვჭირდება ამ სფეროს განვითარება, მოდი გავუკეთოთ ეს გადასახადო შეღავათი. მაგრამ დავიწყოთ ეთქვათ, რომ გაგიკეთეთ ეს შეღავათი. შეიძლება. შეიძლება. ხო, იმიტომ რომ მაგას ეგეც უნდა მოყოლოდა რა, რომ აი გავაკეთე შეღავათი და ახლა გაავრცელო მე ეხმა რომ გააქვთ ეს შეღავათი. მანდაც არის თემები, რომ არაფორმალური სფერო არის ძალიან და არ მუშაობენ, იმიტომ რომ ეგ შეღავათით რო ისარგებლო, მე იქ სხვა ავალდებულებებიც გიჩნდება გარკვეულწილად და ხო, და ფონების გადასახადი ყოველთვიური დეკლარაცია
ანუ ბევრი ნიუანსი არის, რომელსაც უბრალოდ ხალხი რთულია, კი. ალღოს ვერ უღებს და ძართული სფეროა ილიან რას თქვა. კომპლექსური. ფერმერი რო ხარ, ან გაქვს ორი არჩევანი, ან აწარმოებ პროდუქტს, რომელსაც ანუ არ გადარდებს რას ასხავ, როგორ ასხავ და მიდიხარ და ბაზარზე აბარებს და იშორებ და რაღაც ერთ მხოლოდ ბიზნესის ხო, მიმართულება. ან მეორე არის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და ვსწავლობთ 40-ზე მეტი პროდუქტი გვაქვს მაგალითად ეხლა ბოსტანში, ანუ ყველაზე ცოდნა უნდა გქონდეს, ყველას უნდა იცოდე რა უჭირს, რა უხინს, როგორ დააჯგუფო ერთად, რომ ერთნაირი მორწყვის სისტემა უნდა, ოჯახებით დააჯგუფო, რომ ეხა ეს ოჯახი რო აგაკთ ეს ღურუნვაში, შემდეგ ეს ოჯახი სხვაგან გადაიტანო, ამის შემდეგ რა დათესო, ანუ ძალიან კომპლექსური არის და ამ მთელ კომპლექსს არ ვიცი მართლა ვერ ხვდები ჩვენ როგორ ვაკეთებთ მაგას. აი ბოლოს ვეღარ დავასრულე, მაგრამ ბოლოს იცი რა მითხარი, ღირდა თუ არა, აი ამ რაღაცა კორპორატიული სამყაროდან გადასვლა ამ რაღაცა ბუნებრივ და ეხლაც რო დამაბრუნო 4 წლის წინ ისევ წავიდოდი, იმიტომ რომ თუნდაც ჩვენი მოხმარებლისგან გამოგზავნილი სურათი როგორ ჭამს ბავშვი სტაფილოს, უბრალოდ გარეცხეს და პირდაპირ გაუთვლელს, როგორ ჭამს ბავშვი სტაფილოს. თავისფოჩებიანად. ხო, ჩემთვის მე ვთვლი რომ მე ამით უკვე ჩემ რაღაც მიზანს მივახციე, რომ კარგი ჯანსაღი პროდუქტი ოჯახში მიუტანე ადამიანს და ვიცი რომ ის ბავშვი გაიზრდება ჯანმრთელი. ეგ არის ჩვენთვის ამომავალი წერტილი დღეს. ჩვენთვისაც მე მგონი ილიაც შემომიერთდება ამ ამბავში, რომ ძალიან დასაფასებელია, ძალიან დიდი მადლობა, რომ ამ საქმეს აკეთებ ჩვენ და სალომე და მე პირადად ვისურვებდი, რომ რაც შეიძლება ბევრი ზუსტად აი ამ мотивაციით და არა მხოლოდ რაღაც ბიზნეს გათვლებით, თუმცა ეგეც აუცილებელია, ბევრი ორგანული მეურნეობა შეიქმნას. ჩვენ დაგვჭა ძალიან ბევრი თემა განსახილველი და აუცილებლად მოგვიწევს მეგონი მიბრუნება, თუნდაც იგივე რაღაც ეს სადაზღვევო სისტემა რაღაცა ბევრი რამეა მოკლედ რაზეც მინდოდა საუბარი. ძალიან დიდი მადლობა ილია რომ მოხვედი ჩვენთან, დიდი მადლობა რომ აკეთებთ ესეთ საქმეს და გემშვიდობებით, ვემშვიდობები მაყურებელსაც, ძალიან გთხოვთ გამოიწერეთ ჩვენი გვერდი, თუ გინდათ რომ მსგავსი საინტერესო თემები კიდევ განვიხილოთ და გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.